ხეზე კვეთა ანუ ხის მხატვრული დამუშავება მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ხელოვნებაა. ძველ აღთქმაში არაერთგანაა ნახსენები ხის დამუშავება. ერთ-ერთი მაგალითია ნოეს კიდობანი და მისი მშენებლობა. ახალ აღთქმაში კი პირდაპირ არის გადმოცემული, რომ მართალი იოსები დურგალი იყო და ამ ხელობით არჩენდა წმინდა ოჯახს. ყრმა იესო და მისი ხორციელი ძმა იაკობი ამ საქმიანობის მცოდნეები და იოსების დამხმარეები იყვნენ. საქართველო უძველესი ქვეყანაა და ხის დამუშავების ტრადიციაც უძველესი აქვს. ხის მხატვრული დამუშავება თანამედროვე საქართველოში არც ისე ფართოდ გავრცელებული საქმიანობაა, რაც ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა. სხვადასხვა კუთხეში თითზე ჩამოსაცვლელი ოსტატები შემორჩნენ. დღესდღეობით უამრავი სამრევლო და სასულიერო სკოლა ფუნქციონირებს, რომელთა მიზანია დავიწყებას არ მიეცეს და არ გაქრეს ეს უძველესი საქმიანობა, რასაც ხეზე კვეთა ჰქვია. ამ კუთხით გამორჩეულია მისი უწმინდესობის კურთხევით გახსნილი სამების სამრევლო სკოლა. ხეზე კვეთა ძალიან საინტერესო საქმეა, არ მოითხოვს ხატვის ნიჭს. სწავლის მეთოდი ძალიან მარტივია და ყველასათვის გასაგები.